ჰქონდა დამოუკიდებელ საქართველოს. ასია, თავისუფლება ის შიდია, რომელიც არტიულ თემს გაძლევს და დაფრინავ ამაყ. 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელსაც ყოველწლიურად აღვნიშნავთ. დამოუკიდებლობის დღე არის ჩვენი ქვეყნის დაბადების დღე, როცა საქართველო გახდა თავისუფალი და დამოუკიდებელი. ეს ნიშნავს, რომ საქართველო თავისით იღებს გადაწყვეტილებებს. სხვა ქვეყანა არ მართავს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ენა, დროშა და ტრადიციები. 1918 წლის 26 მაისს საქართველომ პირველად გამოაცხადა დამოუკიდებლობა. მოგვიანებით ქვეყანამ დაკარგა ეს თავისუფლება, მაგრამ ისევ დაიბრუნდა. საბოლოოდ 1991 წელს საქართველო კვლავ გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა. იყო დრო, როცა სიტყვა თავისუფლება მხოლოდ ოცნება იყო. იყო დრო, როცა საქართველოსთვის ბრძოლა ყოველდღიურობა იყო. და აი მოვიდა დღე, როცა საქართველომ თქვა: მე თავისუფალი ვარ! აუწონავი სიმდიდრე, რომელსაც ყველა ქართველი გული ხვატარა. იყავო
ერთისამდე. მე ქართველი ვარ. ანბანი მაქვს ამოუხსნელი. ენა მაქვს უხლისადიდებლა დაბადებული. ცნობილია ჩემი ისტორიის ყველა ფურცელი. ყავდა თევდორე და დემეტრე თავდადებული. მე ქართველი ვარ. ქართულია ჩემი ფესვები. ჩემგან გაიგე, გენაცვალეს, შენ დაგენაცვლეს. მე ქართველი ვარ. ხმალზე მჭრელი მქონდა ლექსები. მე გავიზარდე იაკობის დედა ენაზე. მასპინძელი ვარ. ვინც არ ნახულს უფრას გაგიჩნის. სტუმარს უფალთან დაუდგები. ალბათ თავდებათ. მე ქართველი ვარ. არსენობას დღესაც არ ვიშნი და რასაც გავცემ, არასოდეს არ მენადე. ჩემი პირველი სადღეგრძელო უფლისოდა. ქართული სუფრა სიცოცხლეზე ყვება ბალადას. ყველაზე წმინდა დედაა და დედის ლოცვა. მე ქართველი ვარ. მამის გზას რომ არ უღალატა. მე ხორუმი მაქვს ისეთი რომ წერსვას დაუდგავს. ქართული ჩახით გავაცოცხლე გმირი რამდენი. მე ქართველი ვარ. ვაჟკაცობას უგებ ალუდას. ღირსეო მტერსაც რომ დაუნდო ერთი სანთრე. მე ქართველი ვარ. დაუჭირს მაქვს საგალობელი. იავნანა მაქვს ისეთ რომ გვების ხირია. და სიყვარულით გავაოცე წუთისოფელი. მე ქართველი ვარ. სიძულვილი არ შემიძლია.
პატივისცემა და რომ არა ჩვენი წინაპრები, ჩვენი დიდებული მეფეები და ქართველი ხალხი საქართველოს დღეს აღარ იარსებოდა. თქვენი საუბარი გავიგეთ და დასახმარებლად მოვედით. საქართველოს ამ ხის მანძილზე მტერი არ მოჰკრებია. ხან ერთ ნაწილს აგრეთვე მას და ხანაც მეორეს. სულ ბრძოლაში იყო ქართველი აგრესორ შემოვა იცოდა. გადავწყვიტეთ ჩვენი ქვეყნის გმირობის ამბავი თქვენც კი ამბობთ, რადგან მომავალმა თაობებმა ღირსეულად გააგრძელა გზა ქართლის პირველი მეფე ფარნავაზი და ხუჯიერის თავი. მე გახლავართ მეფე ფარნავაზი. სანამ ტახტზე ავიდოდი და ქვეყნის მართვა შეუდგებოდი, ბევრი ბრძოლა დამჭირდა. 3 წელს ვიყავი, როდესაც მომიკრეს მამა და დედა მთებში გაფხიზნა. მე ხუჯი ვარ. დრო ისე გადიოდა, რომ ქვეყანაზე ფიქრს ერთი წუთითაც არ წყვეტდა ფარნავაზი. სწორედ ამიტომ დაეხმარა მას უფალ და განძია პონია. ამ დიდძალი განძით იარაღი შევიძნეთ მე და ხუჯიერის თავმა. შემდეგ მტერი დავამარცხე და ქართლის სამეფო გავაერთიანით. ქართული ანბანი შექმნასაც თქვენ უნდა გიმადლოდეთ, დიდო მეფე. თქვენ წინაშია საქართველოს პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა. ჩემი მეფობის დროს ქვეყანა გაქრისტიანდა. ადრე ჩვენ თაყვანს ვცემდით კერძებს. სწორედ ამ დროს გამოჩნდა წმინდა ნინო, რომელიც ქრისტეს სახელის სასწაულებს ახდენს. მან დედოფალი ნანაც იხსნა მძიმეს ელისგან. მაშინ ჩვენს უწამეთ მისი ძალა. მოინათლეთ და გავქრისტიანდით. ხალხიც დიდი სიხარულით მოინათლა მტკვარში. დავაშენეთ პირველი ქრისტიანული ეკლესია. მე მგონი ამ დღეს წარდგენა არ სჭირდება. ბიცარი თან მე დავაარსე ჩვენი დედაქალაქი თბილისი. თქვენ ხელა ვიყავი როცა დავოყო. შემდეგ 15 წლისავე დახსნა. მე ბრძოლა მომიწია, მაგრამ ბრძოლასთან ერთად ქვეყანა ჭენდებოდა. ნეტა როგორ გადაუჩა ეს პატარა ქვეყანა ამ დღეს. სამშობლო სიყვარული, როცა გულში გავს, მისთვის თავის განწირვაც არ არის ძნელი. აქ არის მეფე არჩილი. მე ვიბრძოლე უახლო შემოჩევისას მომიტლეს მამამ რა შევძოთ დავიბრძოლე დახეთ თიანით ედრიჩი და აფხაზეთ მაგრამ კვლავ გამოჩენა არაბებთან მე შეცდო მე ჯული არ შემიჩვია. იდია ყვაწი მეფე ბაგრატი მესამის ვახტანგ გორგასვილი შემდეგ არავინ გამოჩენილა. მისებ დიდებული ძალითა დაგონები. ჩემი მეფობის დროს გაეცხიანდა სრულიად საქართველო. ბრძოლა იყო ჩემი ცხოვრება, რამაც მოიტანა ერთობა ერის, დროშის და გვერდით დრო. საქართველოს მეფე აფხაზთა, ქართველთა, არაბთა, კახთა და სომეხთა. ეს ტიტული სიმბოლო იყო ერთიანი ძლიერი საქართველოსი, რომელიც მოიცავდა თითქმის მთელ კავკასიას. მეფე დავით აღმაშენებელი. მე ვარ საქართველოს მეფე, რომელმაც ერთიან ძალად აქცია. ტახტზე 16 წლისავედი და ქვეყანა მტრისაგან აოხრებული ჩავიბარეს. შემდეგ შევკრიბე ყველა, ვისაც გულში ქართველობა არ შეხვდომოდა და ანძლიერი მამული შვილებით ქვეყნის შენებისა და გადაჩენისთვის დავიწყე ბრძოლა. ჩვენი წყალობით გაერთვა დიდული ბრძოლა ძლევარი საქმეა. მე არაფერი დამიშურებია საქართველოს ძლიერებისათვის. გახსოვდეთ, სიძლიერე არა მარტო ხმალში, არამედ გულსა და გონებაშია. ვისაც წამს, ვისაც სამშობლო უყვარს და მას ემსახურება, ის ნამდვილი გმირია. თქვენ წინაშია პირველი ქალი მეფე თამარი. მეფეთა მეფე და დედოფალი დედოფალი. ასე მოიხსენიებდნენ თამარს, როგორც მონარქს, რომელიც ამაყდა ყველა წინამორბედზე. მე ღირსეულად გავაგრძელე ჩემი დიდი პაპის, დავით აღმაშენებლის მეფობის გზა. ჩემმა თავდაუზოგავმა მეომრებმა გაიმარჯვეს ბასიანის ბრძოლაში. მე კიდევ ერთი დიდი საქმე გავუკეთე ქართველობას. გავაუქმე სიკვდილით დასჯა. თამარის მეფობის დროს საქართველო ძლიერების მწვერვალზე იდგა. ძლივ ჩააგდეს ქართველებმა ხმლები ქარქაში. არ დავიწყდა ქართველთა გმირი მეფეები, მამაშვილი დემეტრე მეორე თავდადებული და გიორგი მწყინვარი. ჩემი სიცოცხლე საქართველოს გადასარჩენად გავწირე, მაგრამ ეს არასდროს არ მინანია. მე დავდე სული ჩემი ქვეყნისთვის. ამისთვის მიწოდეს დემეტრე თავდადებული. მე დემეტრე მეორე თავდადებულს ვარ. განამქონდა უფლება ჩემი ქვეყნისთვის არ მეცოცხლა. მე გავაერთიანე და გავაძლიერე საქართველო. განდევნე საქართველო და მონღოლებით და ჩემი მეფობის დროს საქართველო თითქმის ისეთივე გახდა, როგორც დავით აღმაშენებლის მეფობისას. დიახ, სწორედ მან ააშენა ქალაქები და სოფლები. მან განამწყინა საქართველო და მადლიერმა ხალხმა მას ამიტომ უწოდა გიორგი ბრწყინვალე. ქართველი არისთვის
ვაჟკაცობის და ქრისტიანობის სიმბოლოა ქეთევან დედოფალი. ირანში მძევლად ყოფნისას შაჰმა ჯულის შეცვლა მომთხოვა. ვიცოდი, უარის შემთხვევაში სიკვდილი არ ამცდებოდა, მაგრამ გადავწყვიტე საკუთარი სიცოცხლე დამეთმო და ჩემი ხალხისთვის ქრისტიანობის მაგალითი ყოფილიყავი. საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული მეფე ერეკლე მეორე. მე ქართლისა და კახეთის სამეფო გავაერთიანე და მინდოდა საქართველოს გაერთიანება. უდავ ვცდილობდი საქართველოს დაცვას მეზობელი რუსეთისა. გავმართე ბრძოლები ირანთან და ოსმალეთთან და ყოველთვის ვიდექი ჩემი სამშობლო სიმშვიდისა და რაჯა. ერეკლე მეორე იყო განათლებული და პატრიოტი მეფე. იზრუნავდა ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებაზე. ხალხმა მას სიყვარული პატარა კახი უწოდა. საქართველოს ისტორია გმირების ისტორია, რომლებმაც თავიანთი ამაყი და სისხლიანი კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიის ფურცლებში. 100,000 წამებული ქართველი, 300 არაგველი, 9 ნახევრულიძე და სხვანი წმინდანები და საქართველოს მფარველნი არიან. ჩვენ გახსენებთ, რომ სამშობლოს სიყვარული მხოლოდ ხმამაღალი სიტყვებით არ იზომება, რომ ნამდვილი გმირობა შეიძლება არც ყვიროდეს და იყოს ჩუმი და უსახელო. დიდება გმირებს! გლოვით და ცრემლით და ბოღმით და ნაცრით.
მაინც ცოცხლობდი, რადგან მე ვყავდა ყურამიშვილი და რუსთავი. მაინც ცოცხლობდი, რადგან მე მყავდა. საბა სულხანი მყავდა ირადი. გადიდიდები შუქს დღეს შობლიურ მუზეუმების იქ მოიბეკლა. მისთვის დავარდი, გელაც გელათი, ჟინვალ ჟინვალი, არაბს არაბი. მისთვის მეჭირა ხელში მახვილი, მე მოსაჯაჭვი და მუზარადი. რომ არასოდეს ახალთან ერთად არ შეძლეთ შემიცი ხელაძვილი ჩინათ თან აღმოსპირეთ. და თუ გიყვარვართ ბოლოს და ბოლოს, მე სიყვარული მინდა ნამდვილად, რადგან სამშობლო ერთია მხოლოდ და არ იცვლიან მას ერანა.
ჩაღურილი გვაქვს გამდგარბა ძარღვი. ჩემო მიწათ მიწაო, ცოტნესავით მართალო, ჩემო ზეცაო, ვარსკვლავებით განთვალო. თუ გვიბძანებს ვარძია, თუ გელათი დარეკავს, დავამხობს, წაულეკავს. თუ დაგჭირდა ძაფრი, ნემსის ყუნჩის გავძრებით, ფეხსაით გამძეგლები, სულს ჩაიდგამ წაძრები, რადგან შენი დედობი, სავსენი ვარ ყელამდი, შენ სიმციე სიდიდეს, შევმაგობთ ყველანი. Karamiaras nomikrema შენზე ჩემო საქართველო გაზელია უშენობა ჩემო საქართველო არავინ მავს აფიცარი შესადარი შენისთანა არაფერი აისე მწარე შენი მონატრებისგან ქართლი კახეთი სვანეთი ხევსურეთი ამხადეთი მე სიყვარულებაზე მოქმო იმერეთი საბეგერო გურია და აჭარული განდაგანა შენ დამილოძე ღმერ მოიეცო ჩემი ქვეყანა გალამაზი ხარ ჩემო ქვეყანა ჩემო საქართველო მოტრიანო ვენახებო ჩემო მტანამდელო როგორ მიყვარხარ ჩემო სამშობლო ჩემო საქართველო მოსწრებილო ნავრიანო ჩემო სანარდელო გადაულია კარშალებს სულა მქონდა ვილამშვილი მერამდენე დედამ შემოგზირა მისი შვილი იმგრირების ძლიერ სიყვარული შენახულო მაინც წელში გამართულო ჩემო არ ნახულო დამადარება ეზო კარიხი და ხეზე ამაკები აილოზე ფარდურ არაკები მენატრება ჩილებს იწარო ხანა ჩემი ბებიას გამოდებული ხმით ნახერი იავნანა სამშობლო ტაძარია სალოცავი, მუხზე და ჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან. ძალი ხელით პირჯვარს უნდა იწედე, მეორეთი კი ხმალს იქნებდე ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ. და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა, ვერავინ ვერ უნდა დაგასწოს ამ ტაძართან. სამშობლოს ერთიანობა და სიმტკიცე შეუძლებელია წონა და კარგული ერისათვის. ქვეყანა სადაც ეკლესიაში ვიწყებენ ის უფლისგან მიტოვებული. და ჩვენც ერთმა მუჭაერმა აქამდე იმით მოვახციეთ, რომ ეკლესიის კარი არ ჩაგვილაზავს. ბრძოლაში ხლებთან ერთად ჯვარი მიგვიბძღოდა წინ. სანთელი გვინათებდა გზას, უბედობის ჟამს. წმინდა ნინო იყო პირველი, ვინც საქართველოში ქრისტიანობა იქადაგა და ეს მოხდა მე-4 საუკუნეში. მან დედოფალი ნანა და მეფე მირიანი გააქრისტიანა და 326 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. მას შემდეგ ბევრი ბრძოლა განავიტანეთ. ბევრჯერ შეიღება წითლად საქართველოს მიწები. დედის დაღვრილ ცრემზე იების წალკოდი გაშლდა, თუმცა რწმენითა და უფლის სიყვარულით საქართველოს არსებობა არ შეწყვიტა. ქართველი კაცი, ჯვრის მადლით გაძლიერებული, დღემდე დადის ამ ცოდვილ სამყაროში და ისთვის თავისუფლებისთვის, ერთიანობისთვის, უფლის სიყვარულისთვის. ნურაპრისად უშეგეშინდებათ. საქართველო არადროს არ დაეცემა. საქართველო გაბრწყინდება. ჩვენში არის ძლიერი გენები ვახტანგ გორგასალის, დავით აღმაშენებელის და თამარის და მტერი ვერადროს ვერ ძლებს საქართველოს. დალოცვილი დახარებული იყავით თქვენ, ღმერთმა გაამთლიანოს სრულიად საქართველო.
და ჩინებს არ ითხოვენ და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები თუ რომ ცოდვები აქვთ ერთ კაცს არ კიდებენ თავად მოდრგებიან და სხვებს ამდიდრებენ უხვად არიგებენ საჩონს ახინებენ და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები რასაც ღაღადებენ სულ ნაც ღაღადებენ ხადებს ხატავენ და ლოცებს აღავლენ კოშკებს აგებენ და ტანძებს ამაღლებენ ქართულ ჩუქურთმებით ჩემი ქართველები თავს არის ზოგავენ მიწის ანციკლებენ დილას ახამებენ ღამეს ასისკრებენ და ღმერთს ადიდებენ და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები მოყვრებს მოყვრობენ და ყოჩაღობენ გახალ განიკითხვენ მაშვალ თქომაგობენ ზარებს ზაბრილ თასად არიდებენ ხელებს უწვიან და უცკრულს არიდებენ და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები ბრევს არ ღალატობენ დარს არ თამაშობენ თხიში ნავარდობენ ჭიშიც თამადობენ გულხაც არ იკრებენ ღვინოს არ იკლებენ ქვეყნებს არ იკლებენ ბოხმით ქართველები ობენ კამათობენ სიტყვას არ მათობენ უცხოს უშეძიროს კერას არ ამბობენ დამუჯდებიან და ენას არ დათმობენ დაყრუდებიან და ალგეს არ დათმობენ დაბრმავდებიან და ჯვარზეს არ დათმობენ მიწას არ დათმობენ ზეცას არ დათმობენ ბილის არ დათმობენ ჭილა ქართველები წენას ივიწყებენ წმენას იმტკიცებენ დედას იფიცებენ მამულს აღმერთებენ და ღმერთს ადიდებენ და ღმერთს ადიდებენ და ღმერთს ადიდებენ ჩემი ქართველები ჩვენ ზეიმობთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას საქართველოს დამოუკიდებლობას თავისუფლება ნიშნავს მომავალს არჩევანს გზას თავისუფლება ნიშნავს ცხოვრებას ღირსება ნიშნავს მომავალს თავისუფლება მხოლოდ ქვეყნისთვის არ არის მნიშვნელოვანი ის იწყება თითოეული ჩვენგანის გზაზე ჩვენ ვართ მისი პატარა მოქალაქეები დიდი ოცნები და ჩვენც უდგავთ პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს და ამ გზაზე პირველი ნაბიჯები სკოლაში გადავდით აქ ვისწავლეთ წერა კითხვა მეგობრობა როგორც საქართველო გახდა დამოუკიდებელი ჩვენ გვაქვს ახალ ნაბიჯი ტოვებ დაწყებით სკოლას მაგრამ არასდროს დავუიწყებთ ადამიანს ვინც გვასწავლა სიზმრების კექსიანობა დღეს ყველა ჩვენგანის გული უფრო მეტი სიტყვოთი გაბუგობს, რადგან მშვიდობებით ჩვენს თბილ უსაყვარლეს მასწავლებას და მეოთხე კლასს. დამშვიდობა ყოველთვის სევდიანია, მაგრამ მოდით ჩვენ ეს დღესასწაულად ვაქცევთ. გავხსენოთ ყველაფერი, რამაც პირველი ზარიდან დღემდე მოგვიყვანა. დრო ისე სწრაფად გავიდა, ვერც კი გავიჯდა. თითქოს გულში მიყავით პირველი კლასელები. და კარვით პირველად დავწერეთ აი-ია, დედა, სიცოცხლე, ერთგულება. ახლა კი ამ ყველაფერს გვგრძნობთ და გვიხარია, რომ მეტი ცოდნით ცხოვრება უფრო საინტერესო და ნათელი. დამზადვართ, გავავშვოთ წინ, ახალი სიმაღლეებისაკენ, რომლის საფეხურობით დახუნძრულია მეტი და მეტი, ცოდნითა და სინათლით, წინ, ნათელი მომავლისაკენ. ჩვენი თქმილი, ციცო მასწავლებელი, რამდენი დღე, საათ, წუთით უწამი გაატარა ჩვენთან და ამ დროის მანძილზე მხოლოდ ჩვენი სწავლითა და განვითარებით იყო დაკავებული. ქართულ ლექსიკონში არ მოიძებნება არც ერთი სამადლობელი სიტყვა, რაც მის ღვაწლსა და ამაყს სრულყოფილად განიცდებს. ცოდნის კარიბჭის გაღების დღიდან თითოეულა ნაბიჯებს ვითვლობ. ერთად შევკონეთ ასოთა წყობა და ცოდნის ნაყოფს ღიმილით ვიმკით. ეს 4 წელი ნელ-ნელა გაქრა, ხიარულად და ზარის განგარია. დავწერებთ ხატეთვი ანგარიშით, ვისწავლეთ ბევრი თამაში. მასწავლებელო, მადლობა გულით, ყოველ ნაბიჯზე იყავით ჩვენთან. თქვენი წყალობით სკოლის კედლებში ჩვენ გავხდიანთ, გვაქვს თავი რწმენა და ამის შემდეგ კვლავ მოდომებით. ჩვენ გავაგრძელებთ სწავლას თამამად, რომ ჩვენი სახით გყავდეთ შვილები, რომელთა სახეზე იტყვიდა მაღალი. თვალი გადავავლეთ და დამსწრე საზოგადოებამ როგორც ჩანს მოიწმინდა. ჩვენ სულაც ავფიქრობთ, რომ ცნებლებით უნდა გავაცილოთ მეოთხე კლასი. ეს მხოლოდ ერთი საფეხურია. წინ კიდევ ბევრი გრძელი წელი გველის ჩვენს ძვირფას სკოლაში გასატარებლად. მოდი გავმხიარულდეთ. Look who we are the dreamers, they make it happen, 'cause we believe that. Look who we are the dreamers, we make it happen, 'cause we can see it, it's too long.
შიშილა იყო. ძენძილი ხრახილი ლომი კი ღომი. მარიამ თოფჭიაშვილს ექიმობა ჰქონდა დაჩემებული. ყოველი დღე კლასში შემოვლით იწყებოდა. ხან გულის რიტმის მუშაობას გვიმოწმებდა. ხანაც თერმომეტრის ნასვად საწელკალამს გვიჩურთავდა ილიანი. მე ანდრია აკოფაშვილისა და გაბრიელ ხადურის სავსე ჩანთა მაოცებდა ყოველთვის. რას არის მოვიდი? ფუნთუშა იყო თუ ნამცხვარი, კიტრი იყო თუ ბარანი. მთელი კლასიც კარგად ვქეიფობდით ხოლმე მათთან ერთად. ახლა კი ვაწყობ შენ შემოგეწარ ნოსტალგია. ისე საუბრობ თითქოს ათეული წელი გაშორდეს პირველ კლასთან. ასია კი ასე, თუმცა მე ყოველთვის მასწავლებლის დიდი მოთმინება მავცედა. ის თავს არ ზოგავდა ჩვენთვის. გახსოვთ როგორ ამოიოხრებდა ხოლმე. ოხ როდის გავავსებ თქვენს პატარა ტვინებს სოდი. გაიცოკი? ამას კი ჩვენი მომავალი მასწავლებლები შეაფასებენ. შემდეგ კი ჩვენი ქვეყანა იმის მიხედვით თუ რამდენად კარგად მოემსახურებით მას. ქვეყანაზე გამახსენდა. ქართველებმა მასწავლებლის სიყვარულით სხვანაირად ვუმღერით, ვუძღვნით ლექსებს და მოდით ახლა მის გასახარად ვიცეკვავ კიდეც. Dasiro da gogoshe kigenat swale kaola kamola shiro Dadmore gani dasiro gogoshe kigenat swale kaola kamola shiro Dadmore gani dasiro gogoshe kigenat swale kaola kamola shiro Dadmore gani dasiro gogoshe kigenat swale kaola kamola shiro Io entrera mi escola teria Se no vas tu caudale que mi mare medias როგორი კორიანტელი დააყენეს ოხჩავემა სენაზე. ნეტავ ასეთი მკითხვლები მათემატიკის არ შენუდებდი თავს. რამდენჯერ შეწუხებული სახით ეწუწუნებოდი მასწავლებელს. მათემატიკა კარგად არ გამოიწვევს. თუმცა ასე არის. ჩვენი შედეგები მართალი ხარ. სულ ყურადღება განიცდიდი, რადგან მასწავლებელს ყურადღებით უსმენდით და სანერვიულო არაფერი მქონდა. თუმცა ლიტერატურის გაკვეთილი სულ სხვა მეტარება იყო ჩვენს კლასში. ჩვენი ძვირფასი მასწავლებელი ისე გვამოგზაურებდა ათასღაპართად არის, რომ ფილმის კადრები და ფინალზე გაცოცხლებული სცენები და პერსონაჟები ჩვენ ირგვლივ და გოდება. მერე მასწავლებელმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობას გაგვაცნო. გახსოვთ ალბათ, სიზან მაცეს მათხოვრობა მოსდევსო და ამის შემდეგ ყველა ერთმანეთს ეჯიბრებოდით სიბეჯითეში. მხოლოდ რადიო აბრაზები წარმატებად ბევრი იყო. რამდენჯერ სიხარულით გაგვინათებია ჩვენი მასწავლებლისაკენ. რამდენი ოლიმპიადა თუ კონკურსი მოვიარეთ და რამდენჯერ ვასახელე ჩვენი სკოლა. სკოლა ჩვენი მეორე ოჯახია. სკოლის კედლები ციხე-სიმაგრეა ჩვენი. ჩვენი პედაგოგები ცხოვრების მასწავლებლები არიან ჩვენს გზაზე და სიფრთხილე, რომელიც მათ კარგად მოგვაცემა ფასდაოდებელი განძია. მეუღჯან მიფიქრე რა კარგია რომ არსებობს ამ ქვეყანას დედა და ჩვენი პირველი მასწავლებელი. ერთი სულიერი მოძღვარია, მეორე კი ხორცელი მშობელი. რამდენი დარდი და პამფური პრობლემა, რომელიც მშობლის ვერ გამიმხელა. მასწავლებელი შენიშნავდა და სანამ ბოლომდე არ ამომათქმეინებდა, ჩემს ტკივის მანამდე არ მეშვებოდა. დაადვილი იყო მასწავლებელი თქვენთან ერთად დარდის და ხის. ვინ გვასწავლა მცირედი ერთმანეთის გაზერება? ფიშთა ბაკალორკაში ყველა ერთის ვიყავით ერთი ყველასათვის. ამ სიტყვას დიდი მუხტი მოთხოვდა დემდე. ჩვენს გუნდაცავი, შეტყილებში მოდივა და ჩვენი სიყვარული, ზვარგული ჩვენი გუნდა. სულ გვეუბნებოდ, მასწავლებელო, რომ აპარტავნება, დაციმა, ტყუილი და 1000 რამ სისაძალე ჩვენს ახლოს არ უნდა გაგვეკარებინა. ცუდი ერთმანეთისთვის არ გვესურვებინა. მახსოვს როგორი გაბრწყინებული სახით გვიკითხავდით ორი ენის ამბავს და თქვენთვის ბოლო დიალოგი იყო ადამიანობის ზეიმი. რაც უხდებით მოგიდეთ, ხომ ხედავ ბალახი მე თავზე საყერაზე.
ვიცი რომ არ ჩემ გაკლია, მაგრამ ჩემ გამორთმეული უფრო გესიამოვნებაა. მას შემდეგ ასეთ დიდი სიყვარული მოხდა და მეგობრობა ჩვენთვის ფასდაუდებელი ცნება, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვამსახურებთ. თვინ არის მეგობარი? მეგობარი ადამიანია, რომელიც მოდის შენს ცხოვრებაში და იმდენად ლამაზ გავლენას ახდენს, ძლივს იხსენებ, როგორ ცხოვრობდი მის გარეშე. ღმერთმა ყველას დაგვილოცოს. მეგობრები, სკოლის მეგობრები, მერხის მეგობრები, სულის მეგობრები, გზად ლაპრადადევნები. სკოლა, მეორე და დიდი ოჯახი. სადაც ჩვენ ჯერ კიდევ სრულიად პატარები შევხვდით ერთმანეთს. გავიგეთ მეგობრობის ფასი და ამ კედრებში გამოვცადეთ. რაშიც თქვენი როლი დიდი იყო ჩვენო მასწავლებელო. ჩვენ ხომ წიწილები ვიყავთ. თქვენ თეთრ შეფარებული და როგორც ქორობიას თამაშის დროსაა, ისე გვიცავდით ყოველგვარი გასაცდელისგან და ისე ოქრდებოდით თითოეული ჩვენგანის წიგნი. არ არსებობს ქართულ ლექსიკონში მადლიერების გამოხატვის მსგავსი სიტყვა, რასაც ახლა ჩვენ განვიცდით თქვენს მიმართ. თუმცა ძრო დაგანახებთ, რომ თქვენს წვალებასა და შრომას ფუჭად არ ჩაუვლია. ეს კი მაშინ მოხდება, როცა დადგება დღე და ჩვენი კარგი საქმეების მოსმენისას თქვენს სახის მადლიერები თვალებს კი წრემლი დაგვიყვება. ჩვენ ქვეყანა ძლიერი, მასწავლე და განათლებული თაობას იღება. განა ასე უსაფრთხოების ხსნები ყველა დაგვრჩენია ცნება. ყველა სტუდენტ სამშობლოს ერთმანეთს შესაძლებელი ადამიანები გამოვიდა. მე ექიმი მინდა ვიყო, პატარების ექიმი, რადგან მათ ბევრი ღარიბი და დიდი გოგონა ანერვულობა. მე კი პოლიციელი მსურს ვახდე ჩვენი უსაფრთხოების სადადაჯოს ვიქნე დღე-დაღამე. მე მომღერალი მინდა გამოვიდე, როცა მოიწვე, ჩემი სიმღერით რომ მიხიავნოთ. ამდაც სელგანოცა გძეთ თქვენ, დარდი გაალამა. მე კი მასწავლებლობა მსურს, ბევრი პატარამ რომ ჭკვიან ადამიანად გავზარდო. მე კი მხატვარი მსურს გავხდე, ჩემი ქვეყნის ლამაზე რომ დავხატო. მისი მოქალაქული ტყეებითა და ცისფერი ცი. მე მწერალი გამოვა, ჩვენს ქვეყანაზე დავწერე, მის ტკივილსა და სიხარულზე. მიუხედავად პროფესიებისა, ვინც არ უნდა ვიყო ჩვენ ყველა კარგი ადამიანი ვიქნებით. გვინდა გავამართლოთ თქვენი იმედები, რომ არასდროს დახაროთ თავი ჩვენ გამო და დაგვილოცოთ დიდი მომავლისკენ. გვინდა მიმართოთ ჩვენ საყვარელი შრომ მასწავლებელი. დიდი მადლობა გაწეული შრომით, სიტყვისთვის და სიყვარულით. Sarum shopelo, chemo masaulebelo, kheli buze satutar, satra chadarebelo, siqvaruli sigete, izada qvedebia, vaches luis mi paso, merge gatrebia.
გააღთიანო ბავშვები და მე გაუშვა კალთიდან. თუმცა ძალიან სასიხარულოა ის მომენტი, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით წისვლისკენ, როგორც პატარებმა, ისე უფროსებმა. დიდი გამოცდილება მივიღეთ, დიდი გაკვეთილი ვისწავლეთ. უღრმესი მადლობა ციცო მასწავლებელო იმ ყველაფრისთვის, რაც ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენთვის გააკეთეთ. ალბათ დაუსრულებლად შემიძლია არა მარტო თქვენზე, არამედ მთელი სკოლის პედკოლექტივზე ვისაუბრო იმ დიდი სიყვარულისთვის, რასაც მე ვგრძნობ ჩემი შვილების მიერ. მინდა რომ ყოველთვის ვარდივით ლამაზი იყოს თქვენი ცხოვრება და ყოველთვის ესე ლამაზად, ლაღად და ბედნიერად გამოიყურებოდეთ. კიდევ ერთი დიდი მადლობა ჩვენი სკოლის დირექციას, იმ გაწეული შრომისათვის, რასაც ყოველთვის აკეთებ, ყოველთვის ვგრძნობ დიდ მხარდაჭერას და ბედნიერები ვართ, რომ ჩვენ ვართ ამ სკოლის წევრები. ვეცდებით ყოველთვის დავაფასოთ და ყოველთვის ღირსეულად ვატაროთ ეს დღე. დიდი მადლობა ამ სიყვარულის და ზრუნვის. ჩვენ არასდროს დაგიწყებთ.
ძის და ხვალინდებ დღის თანათე ცინაგვა მოდი სამყაროს ჩვენ შემატოთ ფერები და ცისარტყელად მოხატოცა მოდი ერთმანეთს არ გავუშვათ ხელები მე ხომ უშენო და მინდა სხვა მოდი გვესმოდეს ერთმანეთის ტკივილი იქნებ დავაშვათ ჩვენების ვა მოდი რაც მიმოწიგეთ და ვიმილი მედიერება რა არის სხვა ერთად ყველამ ერთად მოდი ჩავიდოთ ხელები ყველა და იმედი ბძის და ხვალინდებ დღის თანათე მოდი სამყაროს ჩვენ შემატოთ ფერები და ცისარტყელად მოხატოცა მოდი ერთმანეთს არ გავუშვათ ხელები მე ხომ უშენო და მინდა სხვა მოდი ავინდეთ სადოცნების ფერები ჯერა ოცნება ასრულდება მოდი გასიმოცილოთ და სატირალი, იმიტომ რომ მე შევაღებ ვაკარს, მაგრამ თქვენ ყოველთვის ჩემს გულში იქნებით. ახლა მინდა გადავსე ჩემს პატარებს დამახსოვრო. ყველას ერთნაირი ტექნიკა და თუ შეიძლება წავიკითხავ. დამშვიდი, თორე მეცავდირდებია. თვალის დახამხამებაში გავიდა ეს 4 წელი. მადლობა რომ მასწავლე როგორ დავენახო სამყარო ფერადი. მინდა გახსოვდეს. იყავი ყოველთვის კეთილი და ერთგული. არასდროს შეგეშინდეს სირთულეების ჩვენდეუბნები. ვეროდეს საკუთარი თავის ისე, როგორც მე მჯერა თქვენი. წინ დიდი გზაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გაუკლავდები. 2 ანდრია მყავს, ორივე მოვიდეს. აკوارები არ წერია.
მოვიდეთ. ბარბარე 2-ია. დემეტრე. ვერო. ლაზარე. მათე. ლეუკა. ანასტასია. Tina. Georgi. Gabrielis ჩემს კლასში 3 მოსწავლეა, რომელთაც ერთმამიშვილები წელს პირველად მოდიან სკოლაში. პირველ კლასელები არიან. აბა რომლები ხარ გამოგზავნით წინ, ვისი ერთმამიშვილები მოდიან სკოლაში? დაგავიწყდათ? ტიკუნა და ბარბარე. მოგზავნით პირველ კლასელებო? მივესალმ, გამბატარი. მე გვიმრავლოს ასეთი პატარები. მე გაუმრავლოს ეს ყველას ძალიან დიდი მადლობა. ის მე გამედავა. იმდენი ხელი ბავშვებო მეცამარი. ჩვენ საყვარელ დამრიგებელს დიდი მადლობა სიყვარულისთვის, რომლისა და ზრუნვისთვის. თქვენი წვლილი ჩვენს ცხოვრებაში შეუხასებელია. დიპლომი გადაეცემა მასწავლებლის ნამდვილ ეტალონს, ქალბატონ ციცო კიკნაძეს, დიდი სიყვარულით და პატივისცემით მეოცე ბ კლასის ნამდვილად გამოხატავს. მინდა გაიგინოთ, სატირელი არაფერი. თქვენ ამ სკოლის კედლებში კვლავ შევით, ციცო მასწავლებელიც კვლავ იქნება აქ და მისი ნახვა ყოველდღე შეგეძლება. ჩემო თავაზებაც მაქვს, თუ გინდა დამრიგებლადაც დაგიგებთ. ამ სიყვარულის შეხედვარე მე შემიძლია რომ ეს შემოთავაზება გავაკეთო და გავაკეთო ციცო მასწავლებლის მინდა ბედნიერი მომავალი უსურვო ჩვენს პატარებს. ძალიან მიხარია ასეთი სკოლაზე შეყვარებული, მოდი ასე ვთქვა და ნამდვილად დიდი წვლილია ციცო მასწავლებლის და მისი დამსახურება, რომ ასეთი მიკუთვნებულობის გრძნობა ჩამოუყალიბდათ ამ ბავშვს. მინდა თქვენს, როგორც მადლიერ მშობლებს ეხანაც აღვნიშნეთ, დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზავთ თქვენს გარეშე და ყველამ კარგად ვიცით, რომ სკოლა და ოჯახი ერთად უნდა ზრუნავდეს მოსწავლეების აღზრდით. ჩვენ მზად ვართ ამისთვის და როგორც ვთქვათ, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. მინდა დარჩენილი ბედნიერი წლები ვუსურვო ამ ბავშვებს ამ სკოლის კედლებში. ჩვენ დღევანდელი ღონისძიება დაიწყო საქართველოს ქებადიდების მოდი ასე ვთქვათ, თავისუფლების. მინდა ბედნიერი წლები და ბედნიერი დღეები გაატაროთ ამ სკოლაში. წარმატებებია.
მაგალითი ემოციებში ხარ, რომ მეგონის სიტყვები უბრალოდ იმოკლედ რომ მე გივილი მოგლე ძალიან დიდი მადლობა. აი თქვენ მარიამმა თუ რომელმაც თქო არ მახსოვს რომ მეგობრობა სწორედ ის არისო, როდესაც ურთიერთობა შენში კვალს დატოვებსო და თქვენ მართლა ხართ ის ბავშვები, რომლებიც ადამიანის ცხოვრებაში ტოვებენ ძალიან პოზიტიურ კვალს. თქვენი დამოკიდებულებები, თქვენი სწავლისადმი დამოკიდებულებით უბრალოდ ყოველსა რა თქმა უნდა 26 მაისი და ეროვნული დღესასწაულები თქვენდა ბედნიერება, რომ ერთად გვესწავლათ ჩვენ და მე მინდა გითხრათ მშობლები ესწრებით ახლა თქვენი შვილების შესახებ არ მომცემია ინდივიდუალურად რო გაგსაუბრებოდეთ ამის შესაძლებლობა და მათ აქვს ისტორიის, რელიგიის, ტრადიციების მიმართ ძალიან დიდი ინტერესი და რომ არა ეს ამ სკოლის სასკოლო კულტურა ბუნებრივია რომ ბავშვებს ეს ინტერესი არ ექნებოდათ მართლა მივიწევთ მინდა გითხრათ ეს ციცო მასწავლებელო მართლა დაუშველი კვალი დატოვა ამ ბავშვების ცხოვრებაში და ფაქტის ახეზია თუმცა არაფერი არ მთავრდება ახლა იწყება თქვენი ურთიერთობაც მათ შორის და გააზრებული ურთიერთობა იგივე ციცო მასწავლებლებთან და კიდევ სხვა მასწავლებლებთან, იმიტომ რომ თქვენ უნდა ნახოთ ცხოვრებაში როგორც ბევრი მასწავლებელი, ისე ბევრი გამოცდილება და ამ გამოცდილებებით იზრდებით. წარმატებას გისურვებთ, წარმატებას უსურვებთ მე-6 სკოლას, მე-6 სკოლა არა მხოლოდ მასწავლებლებს, მოსწავლეებს უფრო სწორად, იცით რომ მასწავლებლებსაც აფრთიანებს და ამიტომ წარმატების სკოლაა. კიდევ ერთხელ წარმატებები და ძალიან მიყვარხარ. გვერდში დგომისთვის, ყველა წვრილმანში, ურთიერთგაგებისთვის. კიდევ განსაკუთრებული მადლობა ქორეოგრაფიულ ნაწილში მარიამის დიდი წვრილია. თქვენ რომ იცოდეთ, აქ ბავშვები ანსამბლში არც ერთად. ეს ყველაფერი აქ დაიწყო. აი ეს არის უბრალოდ დასაფასებელი და მშობლები. მარიამის ყველა ღონისძიებაზე და მარიამია ის მშობელი, რომლის პატარა ჩერდის თვითონ მასწავლებელს გაუგო